საოცარი პროცესების მომსწრენი ვართ ყველანი. საოცარი ისტორიული პროცესების მომსწრენი ვართ. ტრამპმა გაიღვიძა. პირდაპირ მნიშვნელობით გაიღვიძა და გადატანითი მნიშვნელობით გაიღვიძა. მეთქი ასეთ შემიძლია ვთქვა და გაიღვიძა თუ არა მას დახვდა სრული ანალიზი იმასთან დაკავშირებით რა ტაქტიკას მიმართავს რუსეთის შლეგი ლიდერი პრეზიდენტი პუტინი და ტრამპმა უცებ გააკეთა შემდეგი განცხადება. ვლადიმერ პუტინი როგორც ჩანს არის სწრაფვის მას არ უნდა ცეცხლის შეწყვეტა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისაკენ არის სწრაფვის. არამედ მას სურს რომ ხუთშაბათს თურქეთში გამართოს შეხვედრა სუსტად ასია თარგმანში, მაგრამ იგულისხმება რომ შეიტყუოს უკრაინაო რათა შესაძლო გზები განიხილონ სისხლისღვრვის დასასრულებლად. უკრაინა ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა დათანხმდეს ამ შეხვედრას და ამით ის მაინც გაირკვევა და საბოლოოდ გაირკვევა შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და თუ არაა შესაძლებელი უკვე შემდგომ ევროპელ ლიდერებთან ერთად ჩვენ გვექნება სრული სურათი იმისა სად ვართ მოცემულ ეტაპზე და შევძლებთ უკვე შემდგომ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას. ეს არ იკმარა ტრამპმა და დაამატა. მე ვეჭვობო რომ უკრაინა პუტინთან შეთანხმებას მიაღწევსო. ეს უკანასკნელი პუტინი მეტისმეტად არის გართული მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით. იცით თქვენ რომ დაუსრულებელი პარადი აქვთ, არა პარადი დასრულდა, მაგრამ დაუსრულებელი ზარზეიმი აქვთ 9 მაისის შემდეგ. გამარჯვების აღნიშვნით, გამარჯვების აბატებს ტრამპი, რომელიც საერთოდაც ვერ შედგებოდა, ვერ მოხდებოდა რომ არ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობა. ამის მიუხედავად, სტამბოლის შეხვედრა უნდა გაიმართოს ახლავე და უყოვნებლივ ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. და ამ მთელ ამ ამბავში საკვანძო წინადადება ჩემი აზრით არის შემდეგი. უკრაინა უნდა დათანხმდეს შეთანხმებას. ამით ის მაინც გაირკვევა შესაძლებელია თუ არა შეთანხმება საერთოდ და თუ არაა შესაძლებელი ვრცელი წინადადება ევროპელ ლიდერებთან ერთად შეერთებულ შტატებს ექნება სრული სურათი სად ვდგავართ და შევძლებთ უკვე შესაბამისი დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ამ პინგ-პონგში გადაუგდო რუსეთმა ეხლა კი არა ერთი დღე არასრული ერთი დღის წინბურთი ევროპას და დასავლეთს და უკრაინამ და დასავლეთმა დაუბრუნეს ბურთი რუსეთს და ახლა რუსეთის ჯერია რას უპასუხებს ამ შემთხვევაში ტრამპს. მაგრამ ერთია ტრამპის ეს სრულიად კარგი და სრულიად გამორჩეული განცხადება და მეორეა ის რაც თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ წაიკითხა თუ არა ამ 45 წუთის წინ, აი ეს როცა წერ ვიდეოს 45 წუთის წინ, როცა თქვენ ნახულობთ ღმერთმა უწყის რამდენი ხნის წინ ტრამპის ეს განცხადება გაეცნო თუ არა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაიწყო სრულიად უნიკალური, მე თუ მკითხავთ თამაში და კი არ იყო ნავარაუდები რომ უშუალოდ პრეზიდენტი ზელენსკი უნდა ჩასულიყო, ამას არც არავინ არ მოელოდა სტამბოლში, მაგრამ ზელენსკიმ უცებ გენიალური პოლიტიკური გეოსტრატეგიული ნაბიჯი გადადგა და თქვა პირადად ჩავალ მე სტამბოლში და დაველოდები პრეზიდენტ პუტინს. ას ყველაზე მნიშვნელოვანია ამის გამკეთებელია, ანუ კიევიდან ის გაემგზავრება პოლონეთში და პოლონეთიდან გაემგზავრება თურქეთში, სტამბოლში 15 მაისისთვის. ახლა პუტინი აბსოლუტურად გაუგებარ, აბსოლუტურად ჩიხურ მდგომარეობაშია. ერთის მხრივ ისო დათანხმდეს ზელენსკის სტამბოლში შეხვედრაზე და იმ სტამბოლში მან თავად პუტინმა რომ გააჟღეროს რომ იცით რა არის SVO-ს მიზანი იყო უკრაინის სრული დენაციფიკაცია და ასე შემდეგ მოლაპარაკებები ჩაიშლება. რომ არ დათანხმდეს პუტინი და გაუშვას ასე მაგალითად ლავროვი, თავად ზელენსკი არ შეხვდება რასაკვირველია ლავროვს და მეორე ხარისხოვან პირებს და მთელი მსოფლიოს თვალში გამოჩნდება რომ პუტინს არც ცეცხლის შეწყვეტა უნდა და არც მის მიერვე ნათქვამი და ანონსებული მოთხოვნილი ეგრეთ წოდებული სრულ მასშტაბიანი დარეგულირება კონფლიქტისა.
პუტინმა რაღაც უნდა თქვას, რაღაც უნდა ქნას. მე ვერ გეტყვით, გულახდილად გეტყვით, ამას მოასწრებს თუ არა ხვალ, კი არა დღეს. მაღალი ალბათობით მაინც ხვალისთვის. ეხლა მე როცა ვწერ ვიდეოს საღამოს 10-ის ნახევარია. მაღალი ალბათობით 12-ში ორშაბათს პუტინმა უნდა უპასუხოს ცალკე ტრამპს და ცალკე ზელენსკის. და კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ არაფერი მშვიდობა არც მოკლევადიანი 30 დღიანი და არც საბოლოო მშვიდობა პუტინს და რუსეთს რასაკვირველია არ სურთ. მაგრამ თუ მშვიდობა სურთ, მაშინ უნდა გაემგზავროს კვლავ მეორე სტამბოლში. ტრამპი როგორც ჩანს განიხიბლა და საბოლოოდ ხვდება იმას, რომ პუტინს ან ყველაფერი ესეთი all in არის ჩასული პუტინი, ხო? ყველაფერი უნდა და ნაწილობრივ გამარჯვებებზე, ასე მაგალითად ყირიმის დაკანონებაზე, ან რაღაცა დონბასის დე ფაქტო დაკანონებაზე და ასე შემდეგ, პუტინი ყაბულ არ არის. მაქსიმუმს კი არა, ყველაფერს ითხოვს. მაქსიმუმი არის, რაც მაგიდაზე დევს. არა, მაგიდაზე რაც დევს, იმას კი არა. მაგიდაზე რაც დევს, იმაზე მეტს ითხოვს რეალურად პუტინი მუცელ ამოუყორავი პირი. ამოყორილი არა, ამოუყორავი პირი. ზელენსკი ხისირად აიტაცა რა ტრამპის ეს ცინადადება და ეს პათოსი სრულიად გენიალური ნაბიჯი გადადგა. ეხლა ცოტა გავიღლიცინოთ. ერდოღანი ძალიან ჩართულია ამ პროცესში და თურქებს იცით თქვენ ვინც ნამყოფი ხართ, უყვართ ცხელი ჩაით გამასპინძლება სტუმრებისა. სადაც არ უნდა შეხვიდე, რომელ კაფეშიც არ უნდა შეხვიდე, სტამბოლში, ანკარაში, სამსუნში, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ პატარა დასახლებაშიც კი, პატარა ჭიქუკაში მოგართმევენ ხოლმე ცხელ ჩაის. მე მაქვს კითხვა, ერდოღანი გაუმასპინძლდება თუ არა პუტინს თუ ის ჩავიდა და ზელენსკის ცხელი ჩაით. არა, მე იმისკენ არ მიმყავს საუბარი, არ გეგონოთ, რომ ცხელ ჩაისში უნდა იყოს ჩაყრილი ის, რაც პუტინმა ჩააყრევინა ლიტვინენკოსათვის რუსეთის სპეცსამსახურებს. არა, ამისკენ არ მიმყავს. უბრალოდ ვკითხულობ, ცხელი ჩაით გაუმასპინძლდება თუ არა უგამოცდილესი ერდოღანი პუტინს და ზელენსკის, როცა ისინი განმარტოვდებიან თუ განმარტოვდებიან. რიტორიკული კითხვაა, მე არ გეკამათებით. მივადევნოთ თვალყური, არა იმდენად ცხელი ჩაით გამასპინძლების ამბავს, რამდენადაც იმას, რა სიტყვის პრეზიდენტი პუტინი უკვე მაინც ესე უნდა თქვა, ხვალ 12 მაისს და შეწყვეტს თუ არა ცეცხლს ის 12 მაისს და თუ შეწყვეტს გაემგზავრება თუ არა თურქეთში, თუ არ შეწყვეტს გაემგზავრება თუ არა თურქეთში, თუ არ გაემგზავრება რა სიტყვის, ანუ რა პასუხს გასცემს დიქტატორი პუტინი მსოფლიო თანამეგობრობას. ეს რაუნდიც ზელენსკიმ მოიგო, არ ვიცი. ჩემი აზრით 5-0, მაგრამ შესაძლოა ვწდები, ოდნავ ვაჭარბებ და 3-0 კი ნამდვილად. ნახვამდის.